ეხა მაინტერესებს საქართველოს ნაკრების ყველა დროის ფეხბურთელისგან, მოდი გავაკეთოთ საუკეთესო ფეხბურთელი, ანუ მთლიანობაში რო ავაწყოთ? ხო, რო ავაწყოთ. მარჯვენა ფეხი. ორივე მარცხენა რო იყოს, ორი ისეთი ფავორიტი მყავს რომ. ორი მარცხენა დავასახელოთ, აი, რო რამე და მოდი, მარჯვენა მაშინ მალხაზასათიანის იყოს, მარცხენა იყოს ვიჩასი. მეორე მარცხენა ვინ იყო? აი, კინკლაძე. კინკლ, რა თქმა უნდა. კინკლაძე. თავით თამაში, მოდი ასათიანი იყოს იმ გოლის გამო. რუსეთთან გატანილი გოლის გამო. მოედნის ხედვა და აზროვნება ალბათ ისევ კინკლაძე. ფიზიკური გამძლეობა, ზოგადად დისციპლინა და რა ვიცი, რაც გვინდა დავარქოთ, აი მაგ კუთხით ალბათ გურამკაშიას გამოვარჩევ. ზოლის უნარიანობას ვიტყვი, მოდი, აი თავდაუზო ბავშვრომას და ასე შემდეგ. ქეცბაიას ვიტყვი. საფეხბურთო ინტელექტთან ალბათ მაინც ხვიჩა და გიოს ნაზავი, კინკლაძის ნაზავი. აი ამ ორი ფეხბურთელის ნაზავი იქნებოდა იდეალური ჩემი აზრით. რომელ გუნდშია თამაშობდი ამ საუკეთესო ფეხბურთელს ეხა ეგ არის ძალიან საინტერესო. ნუ მე იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ და იუვენტუსისთვის მე მეტება ასეთი იდეალური ქართველი. მე რეალისტვის. რეალს არაკლია ეგეთი. რეალს არაკლია, მაგრამ ქართველი ეგეთი მაგარი რეალში ძალიან კაი იქნებოდა ჩემი აზრით. ნუ ვიკამათებთ თქვენთანაც იყოს ეგეთი იდეალური ქართველი და იუვენტუსშიც. თანახმოვარ.